ხეობური ან გასაცნობი რამდენადიანება ხდება. მე ვერ შემიშლე და ის ხილიანად ამის შესახებ არაფერი არ თქმულა. კიდევ ერთხელ მეორდები რომ ხეიდეს შეხვდა პროკურორი და კოჭა ფერადი. მოვიდა გამომძიებელი, ასევე პროკურორი ფერაძე. შემეკითხა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ხომ არ მოუყენებიათო და თხოვა მომეყოლა რა მოხდა. ამ დროს შემოიხედა იმ ახალგაზრდა ბიჭმა, რომელმაც 20 ლარიანი ჩამიდო. მე პროკურორს მივუთვითე აღნიშნულ პიროვნებაზე და ვუთხარი, რომ ფული სწორედ მან ჩამიდო. ასევე ვუთხარი, რომ მომაყენეს შეურაცხყოფა. ამაზე მას რეაგირება არ ჰქონია. ფაქტობრივად მესხელი დაკავების დროს არ მოხდა. დაკავების მომენტში ვიყავი, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად მესხელი. ესე იგი, შენ დაკავებაში მონაწილეობა არ მიგიღე. მე თქვენ დაგაკავე. პროცესუალურად დაგაკავე. ფაქტობრივად ფიზიკურად შეხება მე თქვენ დღეს დაგაკავე განთავისუფლებული სამსახური. რა ფაქტთან დაკავშირებით ხარ მიცემული სისტემის სამართლის ჩემი სამართლის პასუხისმგებაში მიცემის ფაქტი საინტერესოა თუ არა სასამართლოსთვის თუ შეიძლება ეს შეკითხვა არანაირად არ ეხება დასახელებას და ერთი წუთი ქართულო მარანა თუ ეს მიცემულია პროვოკაციაზე დაუშვათ როგორც ამ სამსახურის თანამშრომელი და ახაც იგივე ჩაიდინა არა ეს უთიეს კავშირი მოსამართლემ ეს კითხვა მოხსნა. ვეზირიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო პატიმრის სისტემატიური ცემისათვის, რამაც მისი ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. სასამართლომ ვეზირიშვილი გაამართლა იმ მიზეზით, რომ პატიმარმა ჩვენება გადათქვა. ექსპერტებმა კი ჭრილობებით თვით დაზიანებად მიიჩნიეს. დაკითხვაზე ბაგრაგის თანხლებით გენინსპექციის კიდევ ერთი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული თანამშრომელი ზუგაკიშვილი მოიყვანეს. ის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ასევე დაიკითხა გენინსპექციის თანამშრომელი ფოლადაშვილი, რომელმაც უარყო მხეიძის ცემის ფაქტი. ალბათ ინვესტორს უნდა საიდან უნდა დაზიანებები უბრალოდ დამდაანმოყლა დავიცი და დაემართა შემდეგ ეს დაზიანებები ხო? დაკავებიდან 14 დღის დაგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ მხეიძის სხეულზე შემდეგი დაზიანებები აჩვენა. მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში გასწვრივი მუქი მოყავისფრო კანის ზედაპირიდან ამოწეული ნაჭდევი. ირგვლივ რბილი ქსოვილები შესიებულია და შეწითლებული. მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში მკრთალი მოყავისფრო ფერის სისხლნაჟანთი. მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში გარეთა ზედაპირზე განივი ხაზობრივი ფორმის ფუფხა ცლილი. მხეიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე აღძრა. ის საკუთარი ცემის თაობაზე მოწმედ დაიკითხა და საქმეც დაიხურა. ისვით წვივები მანქანისკარებში მოაყოლა და გამეტებით ურწყავდა მხეიძეს, მისივე ჩვენების მიხედვით გენინსპექციის თანამშრომელი ვახტანგ ფეიქრიშვილი იყო. რამე დაზიანება ხელი დაარჩეთ თუ არა ჩემ დაცვის ქვეყნებს შეგინები და ხელნაგები და შეგინები. ხოდა თავშეშები სულად მოხდა. კი, თავშეშები რო თავი არ დაიწყო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეებად სპეცოპერაციაში მონაწილე გენერალური ინსპექციის სხვა თანამშრომლებიც გამოცხადდნენ. დაცვა კი დაზარალებული ვაგარშაკ ლორის რუსოს მოყვანას ამაოდ ითხოვდა. დაზარალებული თუ არ გავხდი გახვალ მეორე და მესამე ხომ არ გაუზარდეთ ბატონო მოსამართლე. ეს უმორჩილესად ხო რომ დაზარალებული როგორ ვეინა ინსულინების წესი. ინა გარკვეული რაღაც სიტყვი მოყავდა როსაც შეიძლება მაშინ მე კატეგორიულად ვიტყო სანამ არ იქნება დაკითხული დაზარალებული ამ მოწმეთა ჩვენებების მიცემას ჩემთვის როგორ დაწარმოების აზრი არ იქნება. დაზარალებული ვაგარშაკ ლორის რუსო სასამართლოზე არ გამოცხადდა და წერილი გამოაგზავნა. მხეიძის ნათესავები მემუქრებიან და პროცესზე ვერ მოვალო.
იკითხება მოკლე. ავტარი. სახელი გვარი სახელი. ახალ დავიცის ჩიკი. ახალ დავიცის ჩიკილაძე. სპეცოპერაციას გენინსპექციის თანამშრომელი ვახტანგ ჩიკვილაძე ხელმძღვანელობდა. ის დროს გენინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. როდაგიწერას განცხადება რა მოითხოვა, რა? კონკრეტული მოსულა ყოფილა განცხადებაში. რა არისო? რაში მხოვსო, რაში? არა კითხეთ რაში გძალავს ამას, რაში? ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, ხოდა კონკრეტულად რაში გძალავს? კონკრეტულად განცხადებაში არ გქონია მეკითხებულებები. და მე ეს შეიძლება უპრატონოს განცხადებაში არ იყოს მიკითხებული და ოპერატიული სამსახური გავიდეს და ოპერაცია ჩაატაროს იმალე რა არის? როგორ არის დაგროვა იქნებოდა პასუხის რამოდენიმე დაგროვას გააკეთებდა. რა ეს ძროли გააკეთებდა და რა? მე ხო დააფიქსიროთ რომ ძროли გააკეთებდა დაგროვასო შეიძლება გაიგეთებინა უარყოფს. განძრახ გააკეთებდა? შეიძლება მას რასიზმი შეიძლება დაявია უძრავის წესები. აქ კუთხით არ დავინტერესებულა. ჩიკვილაძე მხეიძე წინააღმდეგობის გაწევაში ამხილა. მე ვუსაუბრე მასიურად დაუმორჩილებულობა, ჭიდაობა, შოვის, ნუ ფიზიკური წინააღმდეგობა არ ემუჩნევა. ნუ აგინებდა რა. შეკამდე. და ამ უსმარლო უკეთე რა გაკეთდა. უსმარლოს მოძრაობაზე ადასტურებდა და მტკიცებდა ასეთი თავისი მიზნებით, რომ თითქოს ჩავდეს. პროცესზე მხეიძის 20 მეთაურიც დაიკითხა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს. სხვა რასეზე თამერალის ამბეთ ხადებდა. აქ არის როგორ ჩადებულია? სადაც თქვენ ჩადეთ სხვა რასეზე. სადაც თქვენ ჩადეთო? ხო, ეგ მინდოდა. არა, მე არ ვარ. ეგრე იყო და როგორ ეხლა რა, ბატონ პროკურორი. სახელი გვარი ამსახელი. რიმა ასკურავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსია. ის გენინსპექციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს, რათა მას დანიშნულ ფულზე ქიმიური ექსპერტიზა ჩაეტარებინა. თვითონ ხوارმიუსიტებია რა ან ახალ ფული ან ჯიბეში გავსაყვალში ჯიბე ხوارმიუსიტებია სადმალ ფული მომეცად მითითება შემოსვლებინა ის თანხა იყოს თუ არა ის რომელიც მე რამდენი შეიძლება შეგასინახა დავამუშავე რომელიც თანხა ბევრი ყველა ის მომენტი იყო ყველა ფული ეხება ხო დავადი ყველა იმასება ხო მანქანაზე შევამერე ნახევარ მომენტს ნამდვილად ექსპერიმენტი თუ უპრაისები შევამოწმო პარალელო რომ ხოდა სისტემი ნახევარ შეგვიძლია დავუშვებოთ ჩუსტოს მე რაც ნიშნავს ეს იყო შეუცვალია მე მომენტი მითითება ამის შემდეგ შემოგვიყვანა ხელები უნდა თუ არა ხოლმე რაიმე კვალი და მე რა